რა არის საუკეთესო გზა რუსეთთან გასამკლავებლად? 2026 წელს. არ მისცეთ რუსეთს უფლება, რომ პირველი დაგარტყათ. იმოქმედეთ პრევენციულად და გაანეიტრალეთ რუსეთის საფრთხე მანამდე, სანამ მას თქვენთვის რაიმეს გაკეთების შანსი ექნება. მსოფლიოში, სადაც შეკავების პოლიტიკა ნაკლებად ეფექტურია, ვიდრე 20 პირველი საუკუნის დასაწესიდან იყო, პირველი დარტყმა სჯობს, ვიდრე დარტყმის მიღება. ყოველ შემთხვევაში ეს არის გერმანიის ახალი მიდგომა. გადამწყვეტი სამართლებრივი გადაწყვეტილებით გერმანიამ მის სადაზვერო სამსახურს მისცა უფლება რუსეთს დაარტყას მანამდე, სანამ რუსეთი დაარტყამს გერმანიას. პრევენციული დარტყმები მალე განხორციელდება, მაგრამ ეს დარტყმები არ შეეხება რაკეტებსა და ბომბებს. ისინი შეეხება ახალ უფლებამოსილებებს, რომლებიც გერმანიის სადაზვერო სამსახურებს მიენიჭა. საუკეთესო დრონი ისაა, რომელიც არასდროს აფრინდება და ვერ დაემუქრება გერმანიას. განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის საპარლამენტო კონტროლის კომიტეტის თავმჯდომარემ მარკ ჰენრიხმანმა. გადამწყვეტი კენჭისყრის წინ, რომელიც განსაზღვრავდა მიანიჭებდა თუ არა გერმანიის კაბინეტი ახალ უფლებამოსილებებს მის სადაზვერო სააგენტოებს, რამდენიმე საათში კენჭისყრის შედეგები ცნობილი გახდა. ახალი კანონი კაბინეტმა მიიღო. ზუსტად ისე როგორც ჰენრიხმანმა განაცხადა, გერმანია გადამწყვეტად მიუახლოვდა იმას, რომ საკუთარ თავს მისცეს უფლება პრევენციულად დაარტყას რუსეთს. ამის ნაცვლად, რომ ყოველთვის დაელოდოს და უპასუხოს ჰიბრიდული ომის სტრატეგიებს, რომელსაც პუტინი იყენებს ბერლინის წინააღმდეგ უკრაინაში შეჭრის დაწყების შემდეგ, Reuters-ი ერთ-ერთი პირველი მედია იყო, რომელმაც ეს ამბავი გაავრცელა. 12 აგვისტოს სტატიაში ეს მედია ავრცელებდა ინფორმაციას, რომ გერმანიის კაბინეტმა მიიღო კანონპროექტი, რომელიც ქვეყნის დაზვერვის სამსახურებს ანიჭებს უფლებას გატეხონ კომუნიკაციები, რათა ჩაშალონ ოპერაციები, რომლებიც უცხოელი მოწინააღმდეგეების მიერ არის დაგეგმილი. საკამათო გადაწყვეტილება გერმანიის მთავრდაზვერვის სააგენტოებს, BND-სა BFS, ბევრად უფრო ფართო წვდომას აძლევს ციფრულ კომუნიკაციებზე. ასევე შესაძლებლობას შეაგროვონ გაცილებით მეტი მონაცემი, ვიდრე ოდესმე შეეძლოთ. და განახორციელონ ის, რასაც Reuters-ი აქტიურ ოპერაციებს უწოდებს. თავდასხმების აღსაკვეთად. ეს მიუთითებს იმაზე, რომ გერმანია მხოლოდ მონაცემების შეგროვებით არ დაკმაყოფილდება, რათა უბრალოდ მიუთითოს და თქვას: ნახეთ, რას აპირებს რუსეთი. რადგან გულწრფელად რომ თქვათ, ეს ყველაფერი რუსეთზეა. როგორც ჩანს, ახალი კანონი ნიშნავს იმას, რომ გერმანიის სადაზვერო სააგენტოებს შეუძლიათ აქტიურად ჩაატარონ ჰაკერული და ანტიდივერსიული ოპერაციები, რათა შეაჩერონ ეს გეგმები და არ მისცენ მათ რეალურად ქცევის საშუალება. ეს რევოლუცია და ისტორიული ცვლილებაა გერმანიის მიდგომაში, თუ როგორ იყენებს ის თავის სადაზვერო სააგენტოებს, განაცხადა ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ალექსანდრ დე დობრინტმა კენჭისყრის შემდეგ. უკვე დროა, რომ ჩვენ თავი ისე დავიმკვიდროთ, რომ კონკურენტუნარიანები ვიყოთ და თანაბარ პირობებში ვიმყოფებოდეთ ჩვენს პარტნიორ სამსახურებთან მთელ მსოფლიოში. ამისთვის საჭიროა ოპერაციული შესაძლებლობები და აქტიური უფლებამოსილებები, რათა თანამედროვე სახელმწიფო ტერორიზმსა და ექსტრემისტულ ჯგუფებს უფრო ეფექტურად გაუმკლავდეთ, დაამატა დობრინტმა. თუმცა სანამ გავაგრძელებთ, ერთი შენიშვნა უნდა გავითვალისწინოთ. როგორც გარდიანი თავის ანგარიშში არნიშნავს გერმანიის ბოლო გადაწყვეტილებაზე, სწორედ გერმანიის მთავრობამ მისცა თანხმობა ახალი კანონპროექტის მიღებას. ამ კანონპროექტს ჯერ კიდევ უნდა გაიაროს სრული საპარლამენტო კენჭისყრა, სანამ ის ოფიციალურ გერმანულ პოლიტიკად იქცევა. ეს შეიძლება საბოლოოდ დაბრკოლება იქცეს, რადგან ამ ნაბიჯის მხარდაჭერა გერმანიაში აბსოლუტური არ არის. მაგრამ სანამ განვიხილავთ რატო, ასევე არ არის ისე თითქოს ეს კანონპროექტი არსაიდან გაჩნდა. გერმანია უკვე დიდი ხანია ცდილობს გააძლიეროს თავისი სადაზვერო სამსახურები. პირველი გამოსავალი, რაზეც კანცლერი ფრიდრიხ მერცი შეჩერდა, ფული იყო. BND-ის ბიუჯეტი 2026 წლისთვის უკვე გაზრდილია 1,73 მილიარდ დოლარამდე. და მერცი ნაბიჯებს დგამს, რომ შეამსუბუქოს შეზღუდვები, რომლებიც BND-ის ხელოვნური ინტელექტისა და სახის ამოცნობის ტექნოლოგიის გამოყენებას უკავშირდება. სათითაოდ შემაკავებელი მექანიზმები სუსტდება. კანონპროექტი თავადაც უკვე გარკვეული დრო ამზადდება. 17 თებერვალს Politico-მ გაავრცელა ინფორმაცია იმ ნაბიჯებზე, რომელსაც გერმანია დგამს თავისი სადაზვერო სამსახურების გასაძლიერებლად. შიდა განცხადებების ფონზე, რომ ამ სამსახურებმა უნდა მიაღწიონ გარკვეულ ავტონომიას, რათა გერმანია მხოლოდ აშშ-სა და თავის ევროპელ კოლეგებზე არ იყოს დამოკიდებული ინფორმაციის მისაღებად. როგორც ჰენრიხმანმა იმ დროს აღნიშნა, ჩვენ გვინდა ამერიკელებთან მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელება, მაგრამ თუ აშშ-ის პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს ის, მომავალში გადაწყვეტს დამოუკიდებლად იმოქმედოს ევროპელი პარტნიორების გარეშე, მაშინ ჩვენ უნდა შეგვეძლოს დამოუკიდებლად მოქმედება. ასე რომ ეს ახალი კანონი მხოლოდ პრევენციული ზომების დამტკიცებას არ ეხება. ეს ეხება იმას, რომ გერმანიამ გადადგას საჭირო ნაბიჯები, რათა უზრუნველყოს, რომ მისი მთელი სადაზვერო საზოგადოება არ დაიშალოს, თუ აშშ-ში გადაწყვეტს შეწყვიტოს სადაზვერო ინფორმაციის გაზიარება. ჩვენ გვაქვს ახალი კანონის ძირითადი მახასიათებლები, მაგრამ ეს არის ახალი უფლებამოსილებები, როგორც ჩვენამდეა ცნობილი ამ ეტაპზე. გერმანიის სადაზვერო სამსახურებს ექნებათ უფლებამოსილება განახორციელონ სხვადასხვა ზომები, როგორც კი გამოავლენენ შეთქმულებას, რომელიც მიმდინარეობს, იტყობინება Politico. ეს ზომები შეიძლება განსხვავდებოდეს შეთქმულების მასშტაბის მიხედვით. დამნაშავეებისა და იმის გამოვლენა, ვინ დგას მათ უკან, ერთ-ერთი გზაა, რომელსაც სამსახურები შეიძლება მიმართონ. ეს შეიძლება იყოს არჩევანი იმ შემთხვევაში, როდესაც შეთქმულებას ნაკლებად აქვს ზიანის მოტანის შესაძლებლობა და გერმანია ამის ნაცვლად გამოიყენებს მას, რათა გეოპოლიტიკური ქულები ჩაიწეროს იმ ქვეყნის წინააღმდეგ, ვინც შეიძლება ამ გეგმის უკან იდგეს. რუსეთი. სხვა ვარიანტებში შეიძლება შედიოდეს იმ ადამიანების ქონების განადგურება, რომლებიც შეთქმულებაში არიან ამოცნობილი. თავდასხმამდე შექმნილი ასაფეთქებელი ნივთიერებების დივერსია, ან თუნდაც მცდარი ინფორმაციის მიწოდება მონაწილეებისთვის თავდასხმის მცდელობის შემდეგ. რაც გამოიწვევს დავნეულობას გერმანიის მოწინააღმდეგეების სადაზვერო სამსახურებში.
ამ ყველაფერში მთავარი შემზღუდავი ის არის, რომ გერმანიის მიერ მიღებული ნებისმიერი პასუხი უნდა იყოს პირდაპირ დაკავშირებული იმ თავდაპირველ ინციდენტთან, რომელიც გამოვლინდა და არ უნდა საფრთხეს უქმნიდეს ფიზიკურ უსაფრთხოებას ან სიცოცხლეს. ამატებს პოლიტიკო. როიტერსი კიდევ რამდენიმე დეტალს ამატებს და აღნიშნავს, რომ ახალი კანონპროექტი ითვალისწინებს ახალი წესების შემოღებას, რომლებიც გერმანიის სადაზვერო სამსახურებს მისცემს უფლებას დააყენონ სახელმწიფოს მიერ მართული პროგრამული უზრუნველყოფა, რომელიც აკონტროლებს ონლაინ ძიებებს და უზრუნველყოფს სატელეკომუნიკაციო მეთვალყურეობას. რამდენიმე ტიპის ორგანიზაციას, მათ შორის სატელეკომუნიკაციო კომპანიებს, სატრანსპორტო. ეს ყველაფერი ემსახურება იმას, რომ გერმანიის სადაზვერო სამსახურებს შეეძლოთ ის, რაც გერმანიას სურს. პირველებმა დაარტყან ძლიერად და ჩაშალონ ნებისმიერი უცხოელი მოწინააღმდეგის გეგმები. თუმცა შეიძლება ეს ყველაფერი გესმოდეთ და იგრძნოთ, რომ ეს ახალი კანონი ცოტათი გადაჭარბებულია. სადაზვერო სამსახურების უფლებამოსილების გაფართოება ერთი რამეა, მაგრამ მათთვის, როგორც ჩანს, შეუზღუდავი წვდომის მინიჭება ონლაინ ძიებებსა და სატელეკომუნიკაციო ჩანაწერებზე პოტენციურად პირადი ცხოვრების ხელყოფაა. ზოგისთვის ეს შეიძლება ზედმეტ ნაბიჯად ჩაითვალოს. თუ ასე ფიქრობთ, მარტო არ ხართ. ჩვენ აღვნიშნეთ, რომ გერმანიის ახალი კანონპროექტი ჯერ კიდევ უნდა დამტკიცდეს პარლამენტის სრული კენჭისყრით და ეს შეიძლება დაბრკოლება იყოს. მიზეზი ის არის, რომ ამ კონკრეტული კანონის მხარდაჭერა ერთსულოვანი არ არის. DW აღნიშნავს, რომ გერმანიის სამოქალაქო უფლებების საზოგადოება კანონპროექტის რამდენიმე ასპექტს არაკონსტიტუციურად მიიჩნევს. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ეხება ფართო მასშტაბის მეთვალყურეობის უფლებამოსილებებს, რომელსაც გერმანიის დაზვერვის სამსახურები მიიღებენ. კერძოდ ამ სამსახურებისთვის საჯარო და კერძო ვიდეო მეთვალყურეობაზე რეალურ დროში წვდომის მინიჭება პრობლემას წარმოადგენს. ამტკიცებს საზოგადოების ექსპერტი კაი დითმანი. არ არსებობს საკმარისი და მკაფიოდ განსაზღვრული საზღვრები ასეთი ფართო ჩარევისთვის, რომელიც უპირველეს ყოვლისა უამრავ უდანაშაულო ადამიანს ეხება, ამბობს დითმანი ამ კანონზე. ამასაც ამატებს, რომ გერმანიის უსაფრთხოების სამსახურებისთვის კიბეროპერაციების და აქტიური კამპანიების განხორციელების უფლების მინიჭება იდენტიფიცირებული საფრთხეების წინააღმდეგ აბუნდოვანებს საკონსტიტუციო საზღვრებს, დაზვერვის სამსახურებს, პოლიციასა და სამხედროებს შორის. ამავე აზრს იზიარებს კლარა ბიუნერი, რომელიც მემარცხენე პარტიის შიდა პოლიტიკის ექსპერტია და რომელიც მერცის კოალიციის ოპოზიციის ნაწილი. რადგან დაზვერვის სააგენტოებს აღარ ექნება თვალდებულება, ბევრ შემთხვევაში აცნობონ იმ პირებს, ვისაც ეს ეხება, ეფექტური სამართლებრივი დაცვა აღარ იქნება უზრუნველყოფილი, აცხადებს ის. ასევე არსებობს შეშფოთება იმის შესახებ, თუ რას შეიძლება ნიშნავდეს ამ კანონით გერმანიის დაზვერვის სამსახურებისთვის შეზღუდვების მოხსნადოების მოხსნა საერთაშორისო დონეზე. პოლიტიკო აღნიშნავს, რომ გერმანიის ჯაშუშებს როგორც წესი შეზღუდული ჰქონდათ უფრო აგრესიული ინფორმაციის შეგროვების ოპერაციები, რადგან მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთაშორისო საზოგადოებამ გერმანიას გარკვეული შეზღუდვები დაუწესა. ეს შეზღუდვები არსებობდა იმისთვის, რომ თავიდან აეცილებინათ იმ ბოროტებების გამეორება, რაშიც ნაცისტების მასიური ჯაშუშური ქსელი იყო დამნაშავე. ზოგიერთი გერმანიაში და ქვეყნის გარეთ თვლის, რომ ეს ახალი კანონი საშიში ნაბიჯია იმ შეზღუდვებისგან დაშორებისკენ, რომლებმაც გერმანიის ჯაშუშები 60 წელზე მეტი ხნის განმავლობაში გააკონტროლა. ამ მტკიცების საწინააღმდეგო არგუმენტი ისაა, რომ ახლა უკვე 1940-იანი წლები აღარ არის. გერმანია დღეს სრულიად განსხვავებული ქვეყანაა, ვიდრე ნაცისტების დროს იყო და შეიძლება ითქვას, რომ ევროპა ახლა მსგავს საფრთხეს როგორც ნაცისტური ბოროტება იყო. ოღონდ ამჯერად ეს საფრთხე პუტინისა და მისი იმპერიალისტური რუსეთის მხრიდან მოდის. ეს არგუმენტი ჰენრიხ მანმა გამოთქვა კენჭისყრის წინ, როცა გერმანიის Welt TV-ს უთხრა. ჩვენ ნამდვილად უნდა მივცეთ ჩვენ სამსახურებს შესაძლებლობა პარალიზება გაუკეთონ და გამორთონ რუსეთში მყოფი თავდასმითი დრონი ან ქარხანა, რომელიც მას აწარმოებს. სანამ ის გერმანიის აეროპორტისკენ ან გერმანიაში მცხანიაში მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე იქნება მიმართული. მაინც არსებობს ბარიერები, რომლებიც უნდა გადავლახოთ. გადალახავს თუ არა კანონპროექტი ამ ბარიერებს. როგორც ჩანს, ძალიან დიდი შანსია, რომ გადალახავს. მერკელის კოალიციურ პარტიას, რომელშიც შედის ქრისტიან-დემოკრატიული კავშირი, ქრისტიან-სოციალური კავშირი და სოციალ-დემოკრატიული პარტიები, უმრავლესობა აქვს გერმანიის პარლამენტში. როდესაც პარლამენტი სექტემბრის დასაწყისში არ დადეგებიდან დაბრუნდება, მოსალოდნელი არა, რომ ამ სამი პარტია ერთობლივი ხმებით კანონპროექტს გაიტანს, მიუხედავად ოპოზიციის. DW კი ამტკიცებს, რომ ეს შემდგომი კენჭისხრა მხოლოდ ფორმალობად ითვლება. თუ ასეა, მაშინ შეგვიძლია გარკვეული დარწმუნებით ვთქვათ, რომ გერმანიის ჯაშუშები მალე ახალ ძალაუფლებებს მიიღებენ. თუმცა კითხვა რჩება, რატომ იყო ეს საერთოდ საჭირო? სწორედ ამას გეტყვით ახლა. მაგრამ სანამ ამას გავაკეთებთ, ეს სამხედრო შოუა და კიდევ ბევრია მსგავსი. თუ ჯერ არ გავქვთ ახი გამოწერილი, გთხოვთ დააჭიროთ ღილაკს და ჩართოთ შეტყობინებები, რომ არც ერთი ვიდეო არ გამოგრჩეთ. ჩვენ ახალ უფლებებს, რომელსაც გერმანია თავის ჯაშუშებს ანიჭებს, წინასწარ ზომებს უწოდებთ. ეს მართალია იმ თვალსაზრისით, თუ რას აძლევს ეს უფლებები ჯაშუშებს მიმდინარე გეგმებთან მუშაობისას. თუმცა შეგვიძლია ვთქვათ, რომ გერმანიის ახალი კანონი შორსაა წინასწარი ზომებისგან, თუ გავითვალისწინებთ მის ფართო კონფლიქტს რუსეთთან და იმ ქვეყნის თითქოს და დაუსრულებელ ჰიბრიდულ თავდასხმებს. გადავდივართ ლაიფციგის აეროპორტში. აგვისტოს 4-ის ღამით ლაიფციგის აეროპორტში აღმოაჩინეს კვადროკოპტერი დრონი, რომელიც თვითმფრინავებს შორის დაფრინავდა. აღმოჩენა მაიძულა ასაფრენი ბილიკი დაებლოკათ, რადგან გერმანიამ დრონის გასანეიტრალებლად ბომბების განაღმვის რობოტი გაგზავნა.
შემდეგ კი ამბავში ახალი მოულოდნელობა გამოვლინდა. რუსული დრონი ჩვეულებრივ თვითფრინავებს შორის კი არ დაფრინავდა. ესენი იყვნენ უკრაინული ანტონოვის სათვირთო თვითფრინავები. მინიშნება აშკარა იყო. რუსული დრონი იქ აღმოაჩინეს და როგორც ჩანს, ის ელოდებოდა შესაძლებლობას, რომ უკრაინული თვითფრინავი ასაფრენ ბილიკზე გაენადგურებინა. ყოველ შემთხვევაში ის ბილიკის გვერდით იყო განთავსებული, როგორც მუქარა გერმანიისთვის. ამჯერად დრონმა არაფერი გააკეთა. შემდეგ ჯერზე კი ახლა უკვე დაამტკიცეთ, რომ შეგვიძლია დრონები თქვენს აეროპორტში შევიტანოთ. შინაგან საქმეთა მინისტრმა დობრინტმა ინციდენტის შემდეგ ახალი დონის საფრთხეზე გააფრთხილა. თუმცა მან არ თქვა, რომ ამის უკან რუსეთი იდგა. ამის ნაცვლად განაცხადა, რომ ამ მოვლენაში შესაძლოა უცხო ძალები იყვნენ ჩართული. ყველა მიცოდა, რას გულისხმობდა ის ამით და 10 აგვისტოს აშეთეთში დაზვერვამ დაადასტურა, რომ მიიჩნევს თითქოს ლაიფციგში დრონის ინციდენტის უკან რუსეთი იდგა. გერმანულმა გამოცემა ბილდმა ასევე განაცხადა, რომ ინციდენტის გამოძიებისას ხელისუფლებამ შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინა დნმ-ის კვალი, რომელიც ემთხვეოდა ნიმუშს აღებულს ცეცხლგამჩენი ბომბიდან, რომელიც 2024 წლის ივლისში DHL-ით იმავე აეროპორტში იყო გაგზავნილი. ეს ჯერ დამოუკიდებლად დადასტურებული არ ჩანს, მაგრამ ის ფაქტი, რომ ცეცხლგამჩენი ბომბის ეს მცდელობა საერთოდ მოხდა და ამას დაემატა დრონის ინციდენტი, მნიშვნელოვან მინიშნებას იძლევა თუ რატომ ანიჭებს გერმანია თავმანია თავის სადაზვერო სამსახურებს ახალ უფლებამოსილებებს. რუსეთის ჰიბრიდული ომი გერმანიის წინააღმდეგ მძაფრდება. დობრინტმაც ასე თქვა, მან აღნიშნა: ჩვენ ომში არ ვართ, მაგრამ ყოველდღიურად ვართ ჰიბრიდული ომის სამიზნე. ჯაშუშობა, დივერსია, კიბერშეტევები ან უცხო ქვეყნების ფარული ოპერაციები, რომლებიც მიზნად ისახავს გერმანიის დესტაბილიზაციას ან პირდაპირ ზიანის მიყენებას, მუდმივი რეალობაა. ის არ ცდება. მიუხედავად იმისა, რომ ლაიფციგის აეროპორტში მომხდარი ორი ინციდენტი შეიძლება ყველაზე გამორჩეული იყოს, გერმანია ძალიან ბევრ ჰიბრიდული ომის ინციდენტს ებრძვის. ამ ინციდენტების რაოდენობა და მასშტაბი შემთხვევით არ გაზრდილა, მას შემდეგ რაც რუსეთმა უკრაინაში შეიჭრა და გერმანიამ მხარი დაუჭირა იმ ქვეყანას, რომლის დაჩაგვრაც პუტინს სურს. ეს ქვეყნის შიდა დაზვერვის სააგენტოს 2025 წლის ანგარიშის მიხედვითაა ნათქვამი. რა თქმა უნდა, აღნიშნულ სააგენტოს გარკვეული მიკერძოება აქვს, რადგან იმ დროს ახალი უფლებამოსილებების მიღებაზე კამპანიას აწარმოებდა. თუმცა ეს მტკიცება უსაფუძვლო არ არის. რიცხვები ამას ადასტურებს. 2026 წლის თებერვლის ანგარიშში საერთაშორისო ტერორიზმთან ბრძოლის ცენტრმა შეისწავლა ევროპული სახელმწიფოების წინააღმდეგ განხორციელებული ჰიბრიდული ომის მრავალი შემთხვევა. ანგარიშის მიხედვით მხოლოდ 2025 წელს გერმანიამ 320 დივერსიის მცდელობა დააფიქსირა, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებდა დაედგინა ვინ იდგა ამ დივერსიების უკან. სავარაუდოდ იმიტომ, რომ მისი დაზვერვის სააგენტოები შეჩერდნენ მანამდე, სანამ საკმარისად ღრმად შეისწავლიდნენ საქმეს. მაინც 320 შემთხვევა წელიწადში ძალიან ახლოსაა იმ ყოველდღიურ საფრთხესთან, რომელზეც დობრინი საუბრობს, და ეს რიცხვი მხოლოდ დივერსიებს მოიცავს. არსებობს კიბერშეტევები, დრონების შეჭრები და ჰიბრიდული ომის სხვა ფორმები, რომლებიც ადვილად გახდიან სარწმუნოს ყოველდღიური თავდასხმების შესახებ განცხადებას. სინამდვილეში თუ კიბერშეტევებსაც ჩავთავთ ამ სურათში, მაშინ ყოველდღიური შეფასება ძალიან მცირე იქნება. საათობრივი უფრო ზუსტი იქნება, ხოლო ყოველ რამდენიმე წუთში კიდევ უფრო ზუსტი. 12 მაისის ანგარიში ევრონიუსმა გაამჟღავნა, რომ გერმანიამ 2025 წელს კიბერდანაშაულის 334,000 შემთხვევა დააფიქსირა, რომელთაგან 2/3 ან უცხოეთიდან იყო დადასტურებული, ან უცნობი ადგილიდან იყო განხორციელებული. დობრინტმა აღნიშნა, რომ ამ შეტევების დიდი ნაწილი რუსეთიდან მოდიოდა, როცა მან კიდევ ერთხელ მოუწოდა ახალი კანონის მიღებას, რომლის მიღებაზეც გერმანია ახალ ზღვარზეა. თლიანობაში ევრონიუსის თქმით, ამ კიბერშეტევებმა მხოლოდ 2025 წელს დაახლოებით 230 მილიარდი დოლარის ეკონომიკური ზიანი გამოიწვია. ეს სტატისტიკა ავლენს იმ ჰიბრიდული საფრთხის რეალურ მასშტაბებს, რომელსაც ახლა გერმანია აწყვდება. და ეს საფრთხე იმდენად დიდია, რომ Reuters-მა ივლისში გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვით ქვეხედვითაც ქვეყნის შინაგან საქმეთა სამინისტრომ გერმანიის უსაფრთხოების მდგომარეობა აბსტრაქტული საფრთხის დონიდან მაღალი საფრთხის დონეზე აიყვანა. პრაქტიკაში ეს განახლება ნიშნავს, რომ გერმანიამ ყოველთვის უნდა გაითვალისწინოს თავდასხმის რისკი და რომ ამ თავდასხმების გეგმები ახლა უკვე აშკარად შესამჩნევია, ამტკიცებს დობრინი. აქ ხედავთ გერმანიის ნამდვილ არგუმენტს თავისი ახალი კანონისთვის. 10 წლეულების განმავლობაში მისი სადაზვერო სამსახურები შეზღუდული იყო, რაც აიძულებდათ ინფორმაციის უმეტესობისთვის გარე წყაროებზე დაეხტნონ. ცხადია, ეს მიდგომა ისე კარგად არ მუშაობს, როგორც გერმანია სჭირდება. რომ მუშაობდეს, მაშინ ქვეყანა ერთ წელიწადში 300-ზე მეტ დივერსიულ აქტს და 100,000 კიბერშეტევას არ დააფიქსირებდა. ნამდვილად არ მიიღებდა ასე მშვიდად 230 მილიარდი დოლარის ეკონომიკურ ზარალს ამის გამო. გერმანია არა მხოლოდ ამ ყოველფრის შეჩერებას ცდილობს, არამედ დამნაშავეების აქტიურად დასჯასაც. ამით აგზავნის გზავნილს, რომ გერმანიასთან ასე მოქცევა აღარ შეიძლება. მაგრამ ყველაფერი ამაზე ბევრად ღრმაა. როდესაც გერმანია უყურებს ჰიბრიდული ომის შემთხვევების ზრდას, რომელსაც აფიქსირებს, ის მხოლოდ რუსეთის მცდელობას არ ხედავს, შეაშინოს და იხოლიოს. გერმანია ხედავს ესკალაციას და ეს ესკალაცია რუსეთს მიაქვს. გერმანია და შესაძლოა მთელი ევროპაც მიყავს ბევრად უფრო ფართო ომისკენ, ვიდრე ის, რაც ახლა უკრაინაში მძვინვარებს.
გერმანია ამასვე ამბობდა 2026 წლის დასაწყისში. გაჟონი ლანგარიშზე, რომელიც იანვარში United 24 მედიამ გააშუქა და რომელიც გერმანიის თავდაცვის სამინისტრომ მოამზადა, აღნიშნული იყო, რომ ბერლინი ელოდება, რომ გახდება ერთ-ერთი პირველი მთავარი სამიზნე რუსეთის ჰიბრიდული ომის პირობებში, რადგან ის ნატოს მთავარი ლოგისტიკური ჰაბია ევროპაში. გარდა ამისა, ეს მზარდი ჰიბრიდული ომი შესაძლოა მომავალი სამხედრო დაპირისპირების მოსამზადებლადაც გამოიყენებოდეს. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ გერმანია სავარაუდოდ შეეჯახება შეიარაღებულ დრონებს, შორმანძილზე რაკეტებით დარტყმებს და სპეციალური დანაყოფების თავდასხმებსაც კი, რუსეთის მიერ ნატოს აღმოსავლეთ ფლანგზე შეტევის შემდეგ. საერთო ჯამში გერმანია სულ უფრო მეტად რწმუნდება, რომ ომი ახლოვდება. და ამ ომს პუტინი დაიწყებს ზუსტად ისე, როგორც უკრაინაში. ივნისში გადმოინაცვლოთ და გაფრთხილებები კვლავ მოდიოდა გერმანიის სამხედრო სარდლობიდან. ქვეყნის არმიის უფროსმა, გენერალ-ლეიტენანტმა კრისტიან ფროიდენტალერმა უკვე განაცხადა, რომ ნატოს ყველა 32 წევრი თანხმდება, რომ რუსეთს შესაძლოა 10 წლეულის ბოლოსთვის კონდეს შესაძლებლობა ნატოს ტერიტორიაზე მასშტაბური შეტევა დაიწყოს. ეს გერმანიასა და მის მოკავშირეებს 2029-მდე აძლევს ვადას, რომ ასეთი თავდასხმისთვის მოემზადონ, ხოლო რუსეთისთვის ხელის შეშლა თავდაპირველ ეტაპებზე დაზვერვის სამსახურის უფლებამოსილების გაზრდით დაეხმარება. რამდენიმე თვის შემდეგ გერმანიის კიდევ ერთმა წამყვანმა სამხედრო ოფიცერმა, გენერალმა კარსტენ ბრაიერმა, განუცხადა Wall Street Journal-ს, რომ რუსეთის სისტემატურად იხენებს დრონებს ევროპული სააერო თავდაცვის შესამოწმებლად და ნატოს რეაქციების გამოსაცდელად. ბრაიერმა განაცხადა, რომ ნაცრისფერი ზონის კამპანიას აძლიერებენ. და ის, რაც ლაიფციგის აეროპორტში მოხდა, იყო იდეალური მაგალითი. რუსეთი იყენებს თავის ტესტებს, რათა დახვეწოს ტაქტიკა მომავალი კონფლიქტისთვის, ამატებს გერმანელი გენერალი. ბერლინის უმაღლესი სამხედრო ხელმძღვანელები ამას უფრო აშკარად ვერ იტყოდნენ, თუნდაც სახურავებიდან ეკვირათ. ისინი ფიქრობენ, რომ ომი მოდის და რუსეთის ჰიბრიდული ტაქტიკა მხოლოდ დასაწყისია. გერმანია მზად უნდა იყოს, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს, როცა დრო მოვა და იმასთან გამკლავება, რაც ამჟამად მის ტერიტორიაზე ხდება, გადამწყვეტი ნაბიჯია. კიდევ ერთხელ ყველაფერი ბრუნდება იმაზე, რაც ვიდეოს დასაწყისში ვთქვით. რეაგირება აღარ არის საკმარისი. არც ნატოს შეკავებაზე დაყრდნობაა საკმარისი. გერმანიისთვის საჭიროა წიმსწრები მიდგომა, რათა რუსეთს აჩვენოს, რომ მას არ შეუძლია უბრალოდ ესკალაცია და პასუხის არმირება. თუ გერმანიის პარლამენტი მიიღებს ამ კანონს, ის ძალაში შევა 2027 წლის რომელიღაც ეტაპზე. მაშინ ნახავთ, როგორ უპასუხებს პუტინი. დაიხებს უკან თუ კიდევ უფრო გაამწვავებს სიტუაციას. ეს არის მთავარი კითხვა, მაგრამ სულ უფრო ნათელი ხდება, რომ რუსეთი ნატოს სტატუსს იმდენად განუწყვეტლივ უჩიჩხინებს, რომ დათვი უკვე გაღვიძებულია და კბენისთვის მზადაა. ნიშნულოვან ცვლილებებს მხოლოდ გერმანია არ ახორციელებს. პოლონეთი ემზადება გადადგას უზარმაზარი ნაბიჯი, რომელიც კრემლს საფუძვლიანად შეარგავს. რა ნაბიჯია ეს? ამას გაიგებთ თუ ჩვენს ვიდეოს უყურებთ. მაგრამ სანამ დავასრულებთ, ვიმედოვნებთ, რომ მოგეწონათ გერმანიის ახალი სადაზვერო კანონების ანალიზი. თუ ასეა, რატო არ გამოიწერთ სამხედრო შოუს? ჩვენ ყოველდღე ვაქვეყნებთ ასეთ ვიდეოებს. მადლობა ყურებისთვის.